მოგესალმებით. დღეს განვიხილოთ 10-იანის წესებს, რომელიც არის ვიტყოდი 9-იანის სამართლიანი ბიძაშვილი. თუ არ გაქვთ ჩემი წინა ვიდეო 9-იანის წესების შესახებ ნანახი, აუცილებლად იხილეთ, რადგან ძალიან ბევრი წესი მეორდება აქ. ამ დისციპლინაში ერთი ბურთის, ანუ 10-იანის დამატებით, უკვე ლაგდება სამკუთხედი, სადაც პირველი ბურთი უნდა აუცილებლად იყოს ერთიანი, ანუ ყვითელი, ხოლო შუაში აუცილებლად უნდა მოვათავსოთ 10-იანი. 10-იანში, ისევე როგორც 9-იანში, თეთრი ბურთი პირველი უნდა შეეხოს მაგიდაზე არსებულ ყველაზე მინიმალურ ბურთს. თუმცა, 9-იანისგან განსხვავებით, აუცილებელია დანიშნოთ როგორც ბურთი, ისე ლუზა, თუ სადაც აპირებთ ამ ბურთის მოთავსებას. იმისათვის, რომ მოვიღოთ თამაში, აუცილებელია 9-იანისგან განსხვავებით 10-იანი მოთავსდეს ბოლო ბურთად. თუმცა, შესაძლებელია 10-იანის თამაშის შუაშიც ჩაგდება, მაგრამ 10-იანი ამ შემთხვევაში დაბრუნდება წერტილზე. სულ ეს არის მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს.